დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს გადაცემაში ოზემპიკის თაობაზე, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, დაახლოებით 300,000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა Facebook გვერდზე ამ თემას და უამრავი კომენტარი, სწორედ ამიტომ ვაბრუნებთ ამ თემას. ჩვენ ვსაუბრობდით მაშინ შემთხვევებზე, როდესაც ამ კონკრეტულ მედიკამენტს იყენებენ ექიმის დანიშნულების გარეშე, ასეთ შემთხვევებზე დღეს კი მინდა უფრო სიღრმისეულად ვილაპარაკოთ ოზემპიკზე, სწორედ იმ მიზეზით, რა მიზეზითაც ის ასეთი აქტუალურია ჩვენს მაყურებელთა შორის. და ამიტომ მოდი თიკა ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ და უთხრათ რა არის ოზემპიკი. ოზემპიკი ეს გახლავთ პრეპარატი, რომელიც გამოიგონეს ინსულინ რეზისტენტული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებისათვის სამკურნალოდ. თუმცა მოგვიანებით და დღესდღეობითაც ძალიან აქტუალური არის ეს მედიკამენტი ადამიანებში, ვისაც აწუხებს ჭარბწონიანობა და იყენებენ წონის კორექციისთვის. წამოყევი მაგიდისკენ გადავინაცვლოთ თიკა და შევეცდები შენი დახმარებით ოზემპიკის მოქმედების მექანიზმის ახსნას. ანუ როგორ მუშაობს ოზემპიკი? ესე იგი, მოგეხსენებათ და გეტყვით, რომ საკვების მიღების შემდეგ ჩვენს ნაწლავებში წარმოიქმნება ესეთი ჰორმონი, რომელსაც ჰქვია GLP-1, glucagon-like 1 პეპტიდი, რომელიც ჩვენს კუჭის უკანა მდებარე ჯირკვალს, პანკრეას წარმოაქმნევინებს ჰორმონ ინსულინს, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონებს. ამავე დროულად ეს GLP-1 ჰორმონი კუჭის დაცლას ანელებს, შესაბამისად ადამიანს უჩნდება მაძღრობის შეგრძნება და შიმშილის გრძნობას კლავს. ანუ ეს შეგრძნება და ეს ჰორმონი, ეს GLP ჰორმონი ისედაც გამოიმუშავდება ჩვენში, ხო? როდესაც შევჭამთ, ხო? და მე იძახის, სტოპ, მე უკვე დავნაყდიო, გეუნება ეს ჰორმონი, ხო? ანუ მართალი ბრძანდებით, ანუ ოზემპიკი ეს გახლავთ პრეპარატი, რომელიც იმიტაციას აკეთებს ამ GLP-1 ჰორმონის, ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვანია საკვების მიღების გარეშე. ანუ მადა გიქვეითდება. კი ბატონო, მადა გიქვეითდება. ანუ ეს GLP გეუნება, რომ ჰაი, კარგად ვარო, მე აღარ მინდაო. კი ბატონო, ოზემპიკი GLP-1-ის აგონისტი, ანუ იგივე ფუნქციას ასრულებს, რაც წეღან მოყევი, ოღონდ საკვების მიღების გარეშე. იწვევს კუჭის გადავსების შეგრძნებას, ანუ სიმაძღრეს, აწვდის ტვინს ინფორმაციას, რომ კუჭი არის გავსებული და ჩვენ გონია, რომ ვართ დანაყრებული. თიკა რეზო მახსენა, რომ ანუ ოზემპიკის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს შემდეგში, რომ კუჭის სავსეობის სიმპტომს იძლევა. სწორედ ეს არის მისი მოქმედება, ანუ პერისტალტიკას ანელებს, თუ პერისტალტიკას ანელებს აღშვილ და გამომდინარე ადამიანს გონია, რომ კუჭი სულ არის სავსე, თუ კუჭი არის სავსე, ესე იგი კუჭიდან ასული იმპულსი თავისთვის ელაპარაკება, რომ გადავსებული ვარ, არ მჭირდება საკვების მიღება გარედან. ასევე გეტყვით, რომ ოზემპიკი ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებისათვის, რადგან მოგეხსენებათ მაღალი შაქარი, ანუ ჰიპერგლიკემია, მოქმედებს ძალიან ცუდად, ხო, სხვადასხვა ორგანოებზე და სისტემებზე, როგორიც არის მაგალითად გულსიძახთა სისტემა, ნერვული სისტემა, აზიანებს ორგანოებს, თირკმელებს, თვალში იწვევს უამრავ დაზიანებებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაავადებების პრევენციისთვის სისხლში გლუკოზის კონტროლი, რასაც ოზემპიკი ასრულებს. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ამ ოზემპიკს ნიშნავენ ჭარბწონიანობის დროსაც, როდესაც ადამიანს ჭარბწონასთან ერთად გარკვეული ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, პრობლემებიც აქვს, თუმცა ამის დანიშნვასაც თავისებური წესი აქვს, ნიშნავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი სხეულის მასის ინდექსი, იგივე BMI გახლავთ 35-ზე მეტი, აი ასეთ დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას წონის საკორექციოდ ოზემპიკი. სხვა შემთხვევებში უბრალოდ რამდენიმე კილოგრამის დასაკრებად ნამდვილად არანაირ რეკომენდაციას არ უწევენ. ახლა მოდით დავპატიჟოთ ექიმი და სწორედ მასთან ერთად კიდევ უფრო სიღრმისეულად შევუყვეთ საუბარს. კლინიკა N-Medicine-ის ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნათია ქათამაძე გვერდდება. მოგესალმებით ნათია. გამარჯობა. მოგესალმებით ნათია, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ ტრადიციულად ქართული წყალი მინდა შემოგთავაზოთ და ვბრძანდით. წყალი მთის 0% ბრომატით. წყალი მთის იცხოვრეთ სრულყოფილად. მიირთვით. მადლობა.
ნათია, რა პრეპარატია ეს რომ მოგვიყვეთ და რისთვის შეიქმნა ის? მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მოხარული ვარ რომ მიწევს ამ თემის ირგვლივ საუბარი. მე შევეცდები ობიექტური ინფორმაცია მივაწოდო მაყურებელს თქვენი ეთერის საშუალებით, ოზემპიკთან დაკავშირებით. ობიექტურობაში გულისხმობ იმას, რომ მე დღეს რეალურად არც ოზემპიკის, ესე ვთქვათ, დამცველი ვიქნები და არც ამ პრეპარატის დისკრედიტაციას მოვახდენ. ანუ რეალურად ვისაუბრებთ დღეს სანდო საერთაშორისო კვლევის შედეგებზე, რომელიც ამ ეტაპზე დღეს ხელთ გვაქვს. საკმაოდ გაინტერესებს ჩვენ. კი ბატონო, საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება მაქვს უკვე ამ პრეპარატთან მუშაობის ჩემ პაციენტებში, თუმცა დღეს მაინც მინდა რომ მეწელად საერთაშორისო კვლევის შედეგები, ესე ვთქვათ, გაგიზიაროთ. ოზემპიკი ეს არის ნაწლავური ჰორმონი, იგივე GLP-1 აგონისტი, რომელიც ნორმაში ჩვეულებრივ ჩვენს ნაწლავებში გამომუშავდება. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ GLP მხოლოდ და მხოლოდ კვების შემდეგ, ეს არის მისი უნიკალური თვისება და კიდევ ერთი არა ნებისმიერი საკვების, არამედ ნახშირწყლების და განსაკუთრებით გლუკოზის მიღების შემდეგ. ანუ, როდესაც პირის ღრუში მოხდება გლუკოზა, შესაბამისად იწყებს GLP-1 გამომუშავებას. რა აქვს პრობლემა, ანუ რაში მდგომარეობს ის, რომ ჩვენი საკუთარი GLP-1 არ გვადგება ხოლმე, იმიტომ რომ მისი დაშლის პერიოდი საკმაოდ, ესე ვთქვათ, ხანმოკლეა, ანუ ძალიან ადვილად იშლება. შესაბამისად, ის პრეპარატი, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, GLP-1. ადვილად GLP-1, ჩვენ გვაქვს ჩვენი GLP-1 ორგანიზმში, ოზემპიკი არის GLP-1-ის აგონისტი, ანუ დაახლოებით იგივე მოქმედების რაც აქვს. უბრალოდ განსხვავებით ჩვენი ენდოგენური, ანუ ჩვენს ორგანიზმში წარმოქმნილი, ესე ვთქვათ, GLP-1-ისგან, მას უფრო მეტი დროის განმავლობაში შეუძლია სისხლში ცირკულაცია. აი ეს არის მისი უნიკალური თვისება, სპეციალურად შემუშავებული ფორმულა. ოზემპიკი ნამდვილად დარეგისტრირებულია როგორც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი. თუმცა მისი იდენტური ანალოგი, სემაგლუტიდი, რომელიც არის ვიგოვის სახელწოდებით ცნობილი, FDA-ის, ანუ ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულია როგორც სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატი. თუმცა არა ოზემპიკი. არა ოზემპიკი. FDA-ის მიერ არ არის. აბსოლუტურად. ხო, უბრალოდ აი აქ იწვევს ხოლმე ბევრი პაციენტი იყენებს ოზემპიკს, როგორც ესე ვთქვათ, სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატს. მოდით აი ჩვენ თვითონ გავერკვეთ, ხო, სემაგლუტიდი, ანუ იდენტური ნივთიერება შედის ოზემპიკშიც და შედის ესე ვთქვათ ვიგოვიშიც. ეს არის ერთგვარი კომპანიის ფარმაცევტული კომპანიის მარკეტინგული სვლა, არ ვიცი, როდესაც ერთი და იგივე აქტიური ნივთიერება დარეგისტრირებულია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ოზემპიკზე შევჩერდეთ, ხო? ოზემპიკზე, ხო, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისთვის მოიფიქრეს ეს კონკრეტული რაღაც ფორმულა, ხო? კი ბატონო, დიახ. მაგრამ ეს არ არის წონის საკორექციო, ხო? ასეა მოწოდებული ამ ანოტაციაში. თუ მიყვებით ექიმებისგანაც ასე გაგვიგია ჩვენ. თუ მიყვებით ზუსტად მსჯელობას და თუ გავითვალისწინებთ რეკომენდაციას და ნამდვილად დარეგისტრირებულ პრეპარატს, ოზემპიკი დიახ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ არის, ესე ვთქვათ, შექმნილი, მაგრამ თუ ისევ მსჯელობას გავყდებით, რომ ეს არის იგივე სემაგლუტიდი, შეგვიძლია ოზემპიკის გამოყენებაც სიმსუქნის მქონე პაციენტებში. ეხლა ძალიან ბევრი პაციენტი გვიყურებს სავარაუდოდ, რომელიც ოზემპიკს იყენებს სიმსუქნის სამკურნალოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვეგოვი საქართველოში არ გვაქვს. შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც პაციენტები რო არ შევაშინოთ, დიახ, ოზემპიკს ხანდახან, აი ზუსტად აი რეგისტრაციის იმის გარეშე უბრალოდ იმ ახსნით, იმ მსჯელობით, რაც მე ვთქვი, ვიყენებთ სიმსუქნის სამკურნალოდაც. კეთილი. ნათია, ნებისმიერი ასეთი პრეპარატი, რადგან უკვე ბევრნაირი არსებობს, მოდი ყველა ერთ ჯგუფად მოვაქციოთ. ნებისმიერი ასეთი პრეპარატის მოხმარებამდე, რა უნდა იცოდეს პაციენტმა? იმიტომ რომ ვიცი, რომ ურთულესი გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. ძალიან კარგი კითხვა, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და პირველი, რაზეც თანხმდებით აბსოლუტურად ყველა, თან ნებისმიერი მედიკამენტის ინიცირების შემთხვევაში, ყველაზე მარტივი მედიკამენტის შემთხვევაშიც კი. ექიმის გარეშე პრეპარატი არ ინიშნება. ინიცირებამდე, ანუ პრეპარატის, ესე ვთქვათ, დაწყებამდე ჩვენ სრულ კვლევებს ვატარებთ. ოზემპიკი ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც სხეულის მასის ინდექსი მეტია 27-ზე, ანუ პაციენტი ჯერ კიდევ არის არის ჭარბი წონის, მაგრამ აქვს ერთი ან რამდენიმე თანმხლები რისკი. ეს რისკ ფაქტორი შეიძლება იყოს არტერიული ჰიპერტენზია და ჭარბი წონის დროს თუნდაც ახალგაზრდა ასაკში შესაძლებელია, რომ მაღალი წნევა იყოს. შეიძლება იყოს დისლიპიდემია, ცხიმოვანი ჰეპატოზი, ამ შემთხვევაში, როდესაც BMI, ანუ სხეულის მასის ინდექსი მეტია 27-ზე,
აი ამ პრეპარატის დანიშვნის სრული ჩვენება გვაქვს. ხოლო როდესაც BMI, ანუ სხეულის მასის ინდექსი გადააჭარბებს 30-ს, ანუ გადადის უკვე ჭარბი წონიდან პირველი ხარისხის სიმსუქნეში, ყველანაირი რისკ ფაქტორის გარეშე შეგვიძლია ამ პრეპარატის ინიცირება. რა უნდა იცოდეს ადამიანმა, ვინც იწყებს ამ მედიკამენტის შევთანხმდით იმაზე, რომ მივდივართ ექიმთან, აუცილებლად ენდოკრინოლოგთან. პირველ რიგში, რა დროს არ ხდება მედიკამენტის დანიშვნა და ამაზე ფიქრიც კი არ ხდება, ეს არის ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომის არსებობის შემთხვევაში ან ნებისმიერი ოჯახის წევრს, თუ კი რომელიმეს ჰქონდა ანამნეზში მედულური კარცინომა ან მენ სინდრომი. მოკლედ, მედულური კარცინომა ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის საკმაოდ იშვიათი ფორმა, თუმცა ძალიან გასათვალისწინებელია. მეორე, იმ შემთხვევაში, როდესაც არის, თქვათ, ანამნეზში გასტროპარეზი, ან არის კუჭნაწლავის მხრივ რაიმე, ჩვენ ვიცით რა არის ოზემპიკის და მსგავსი პრეპარატების ძირითადი მოქმედების მექანიზმი. ისინი ანელებენ კუჭის დაცლას. შესაბამისად, თუ კი ანამნეზში იყო გასტროპარეზი, ან მსგავსი ატონი, ან რაიმე მსგავსი, ამ შემთხვევაში ჩვენ პრეპარატს მოდით ესე ვთქვათ, წერია რომ სიფრთხილით უნდა დანიშნოთ, მაგრამ მე მაგალითად კლინიკურ პრაქტიკაში ასეთ პაციენტთან ამ პრეპარატს არ დავნიშნავდი. და გასტროპარეზი რას ნიშნავს სიმპტომურად ჩვენც რომ გასტროპარეზი ეს არის კუნთოვანი შრის დეფექტი, მოდით ესე ვთქვათ, როდესაც არ იცლება კარგად კუჭი და ჩვენ თუ კიდე დავამატებთ ოზემპიკის მთავარ მოქმედებას, ანუ შევანელებთ, რეალურად მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგს. კარგით, ეს მეორე ჩვენება. ის რომ ორსულობის დროს და ლაქტაციის დროს არ ინიშნება ცალსახად, არ ინიშნება პრეპარატზე ინდივიდუალური ალერგიული რეაქციების შემთხვევაში ცალსახად და ასევე როგორც პრეპარატს აქვს ესე ვთქვათ მითითება, სიფრთხილით ინიშნება დიაბეტური რეტინოპათიის დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი დიაბეტურ რეტინოპათიასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ იმ პაციენტებზე, ვისაც აქვს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, იმიტომ რომ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის გართულება არის დიაბეტური რეტინოპათია. ანუ თვალის პრობლემა, მოკლედ ესე რომ ვთქვათ. აი რა გვერდით ეფექტები გააჩნია პრეპარატს ოზემპიქს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს, თქვათ, იმ პაციენტმა, ვინც სადაც მიზანმიმართულად არის დანიშნული. შევთანხმდეთ, რომ თუ მიზანმიმართულად დავნიშნეთ, საჭიროებისამებრ დავნიშნეთ, პაციენტიც უნდა გავაფრთხილოთ, რომ შესაძლებელია და უხშირეს შემთხვევაში შესაძლებელია ქონდეს დისპეპსიური მოვლენები. შეიძლება იყოს დიარეა ან პირიქით შეკრულობა, შეიძლება იყოს დისკომფორტი მუცლის მიდამოში, შეიძლება იყოს შებერილობა, ეს ყველაფერი დაკავშირებული არის GLP-1-ის, ანუ სემაგლუტიდის ძირითადი მოქმედების მექანიზმთან. ამცირებს, ანელებს კუჭის დაცლას და ასევე ნაწლავების დაცლას. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, ოზემპიქთან ერთად აუცილებელია დიეტა და ფიზიკური აქტივობა. აუცილებლად სითხე კონკრეტულად წყალი, იმიტომ რომ შესაძლებელია მოხდეს დეჰიდრატაცია, ანუ ორგანიზმის გამოშრობა და ამ შემთხვევაში შეიძლება თირკმელს გარკვეული პრობლემა შეუქმნათ. ანუ სითხე წყლის სახით უნდა იყოს საკმაოდ ჩართული, ესე ვთქვათ, ოზემპიკის გამოყენების დროს. აი, ყაზბობის შემთხვევაში, როდესაც ვლაპარაკია, ხო, პაციენტები სამწუხაროდ თართო ვერ გეტყვით აი რჩევებით ანექიმის გარეშე, სვამენ საფაღარათო საშუალებას. რამდენად მისაღებია, ვთქვათ, ესა? და რა რეკომენდაციაა, ვთქვათ, ანუ კუჭის მოქმედება ხო ყოველდღიურად უნდა ქონდეს ადამიანს და ოზემპიკის შემთხვევაში ეს ყოფდება. დიახ, უფრო მეტად შეკრულობა გვაქვს ნამდვილად. სტატისტიკის მიხედვით უფრო მეტი შეკრულობისკენ მიდის. ჩვენ ამ დროს ვაფრთხილებთ ხოლმე, რომ გაზარდონ ბოჭკოს შემცველობა საკვებში. იმიტომ რომ მოხდეს სანათურის ავსება, შესაბამისად ოდნავ მიეხმაროს პერისტალტიკასაც, რასაც GLP-1 იწვევს, ამიტომ თუ საკმარისი რაოდენობით ბოჭკო, მოკლედ რო ვთქვათ, ბოსტნეული ან ხილი იქნება ჩართული საკვებ რაციონში და არა მძიმე სხვა პროდუქტი, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება. ნათია, ჩვენ ბევრჯერ ვახსენეთ ხანგრძლივობა. აი, ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში, ხანგრძლივი მომხმარების შემთხვევაში, რა არის ხანგრძლივობა ოზემპიკის გამოყენების? რა არის, ესე ვთქვათ, ნორმირებული ვადა, რომ გამოიყენო, მით უფრო ალბათ ექიმს კიდევ უფრო დაზუსტებული აქვს, მაგრამ თვითნებურად ვინც მოიხმარს, მათთვის პირდაპირ რეკომენდაციებში გვიწერია. ეხლა ტიპი 2 შაქრიან დიაბეტზე გადავერთვები ისევ GLP-1-ის გამოყენება არათუ ნორმოგლიკემიისთვის, ანუ შაქრის ნორმალიზებისთვის არის კარგი, არამედ ნეფროპროტექტორად, ანუ თირკმლის დამცავად ითვლება. და პირდაპირ წერია, რომ როდესაც თირკმელზე ვთქვათ, რაიმე განსაკუთრებული შესაძლებელია პრობლემა დავიწყოთ, შეიძლება GLP-1-ის სასარგებლოდ გავაკეთოთ არჩევანი. ანუ დავიცვათ თირკმელი GLP-1-ის აგონისტით და ასევე მას აქვს კარდიოპროტექციული, ანუ გულის დამცავით. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ახალი პრეპარატია, ამიტომ დღეს კი ბატონო, რაც ხელთ გვაქვს, ეს არის, რომ ითვლება ძალიან კარგ პრეპარატად, მაგრამ მაინც გარკვეულწილად ნელა-ნელა და ძალიან კვეთრი, აი ძალიან ზუსტი
ესე ვთქვათ, მის არსებობის შემთხვევაში, როდესაც ზუსტად ვიცით, რომ გვჭირდება ეს პრეპარატი, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა დავნიშნოთ. აი, სიმსუქნის შემთხვევაში, როდესაც ვნიშნავთ სემაგლუტიდს და მსგავს პრეპარატებს, მაქსიმალური ვადა არის 2 წელი, 2 წელზე მეტი კატეგორიულად არა. ჩვენ ასე ვაკეთებთ. 2-3 თვეში რომც მივიღოთ სამიზნე წონა, ჯერ ერთი ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ისეთი წონის დროს ნიშნავთ, რომ 2-3 თვეში ცოტა გართულებულია. მოდით ესე გავთვალოთ, საშუალოდ 6 თვე დაახლოებით 1 წლამდე. ამ შემთხვევაში ერთი რა ხდება? პაციენტი თავის უნარ ჩვევებს იცვლის. ანუ კვებით ჩვევებს იცვლის. ცევა იცვლება, კვებითი ქცევა იცვლება. ეჩვევა. დიახ. ჩვენ რო ეს ვთქვათ 2 თვის განმავლობაში მივცეთ და მე ისევ დავაბრუნოთ, იდეაში რა არის ხანმოკლე დიეტების, თუნდაც ერთთვიანი, ორთვიანის უარყოფითი. მალევე ხდება ისევ იგივე კვებითი ქცევის დაბრუნება. ამიტომ შეიძლება ამაშიც დაგვეხმაროს ვთქვათ GLP და გვეხმარება კიდეც, რომ კვებითი ქცევები იცვლება, თუმცა 6 თვიდან 1 წლამდე დაახლოებით საშუალო სტატისტიკურად ასე არის პრეპარატის საჭირო. კარგი, ნათია, მადლობა. მე დაგპირდით რომ გაჩვენებდით ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც აი ეს სწორედ ამ პრეპარატის გამოყენებით შეიცვალეს საკუთარი პარამეტრები და ვიმსჯელოთ იყო თუ არა დანიშნული ეს მიზნობრივად თქვენი თვალითაც. ხა ანამნეზი მაინც და მაინც არ ვიცი. მათი. კეტი ბეიტსი არის პირველ ფოტოზე. ამ ფოტოს ამ ქალბატონის ამ ვიზუალს მიჩვეული ვარ და ამ ვერ ვცნობ კიდევაც მინდა გითხრა და უფრო ასაკში შევიდა თითქოს სიგამხთვის მერე ვიზუალურად ვიდრე მანამდე იყო. ესე იგი 7 წელიწადის განმავლობაში 50 კილოგრამი დაუკლია. ნათია, როგორ შეაფასებდით ამ 7 წლის განმავლობაში -50 კილოგრამი? ანუ 7 წელია ფაქტია ამ მედიკამენტზე. თუ აქ დიაბეტთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში შეიძლება 7 წელი და მეტი პერიოდიც გამოვიყენოთ, მაგრამ თუ აქ ჭარბი წონის კლებაზეა საუბარი, 2 წელზე მეტი ეჭვი მაქვს. ახლა BMI ხო იქნებოდა 30-ზე ყველა შემთხვევაში. ანუ დანიშნულება იქნებოდა მიზნობრივი, ხო, ზუსტად? რასაკვირველია, თუნდაც სიმსუქნის შემთხვევაში, თუ დიაბეტი იყო, კიდევ უფრო მეტად. ამიტომ ორივე შემთხვევაში ვფიქრობ თუმცა 7 წელი ცოტა შემაშფოთებელია. ხო, ცოტა ბევრია. კარგი, შემდეგი ქალბატონი გახლავთ სერენა უილიამსი, ეს არის ცნობილი ჩოგბურთელი, რომელიც ორსულობის დროსო საკმაოდ მოვიმატეო და ამიტომ დაკლება რადგან გაუჭირდა, დაიხმარა ოზემპიკი, მან თავად მოყვა ამ ამბავს. რომ აი ფაქტია რომ დაიკლო. ანუ აბდომინალურ სიმსუქნეს ახლა პირველ სურათში მე ვერ ვხედავ, არ ვიცი, აბდომინალური სიმსუქნე, რომელიც ვისცერული ცხიმი არის ჩვენთვის ყველაზე ცუდი ცხიმი, ესე რომ ვთქვათ, იქ არ ვიცი, ჩაცმულობაზე ეტყობა, რომ დიდად ვისცერული ცხიმი არ არის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყო, თუმცა არ არის ყველასთან ერთი და იგივე ინდივიდუალური სქემა, რომ მხოლოდ დიეტით და სწორი კვებით და ფიზიკური აქტივობით. შეიძლება სცადა ძალიან ბევრჯერ დიეტა, ფიზიკური აქტივობა არ გამოვიდა და ამიტომ დაიხმარა GLP-1. კარგით, ილონ მასკია შემდეგი ადამიანი, ვინც თურმე მუნჯაროს მომხმარებელი გახლავთ. 2024 წელს ის გამოჩნდა უცებ ფორმებდა წონა შეცვლილი და მან თქვა, რომ ოზემპიკს ანტავარო. აი ესეთი ვარ და როგორც ჩანს, განაცხადა, რომ მუნჯაროს აი მუნჯარო და ოზემპიკ შორის განსხვავება თითქოს არ არის, მაგრამ მაინც მოქმედების მექანიზმში ფარმაკოლოგიურად განსხვავებულია. რასაკვირველია, მუნჯარო არის 2 პრეპარატის კომბინაცია. ეს არის GLP-1-ის და GIP-ის კომბინაცია. მუნჯარო ბევრად უფრო მძლავრია, ვიდრე ოზემპიკი. რა თქმა უნდა, აქვე მუნჯაროც დარეგისტრირებულია როგორც ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალო, ტირდეპატიდი, თუმცა მისი ზუსტი ანალოგი გვაქვს ასევე დარეგისტრირებული როგორც სიმსუქნის სამკურნალო. რომ ვთქვათ მუნჯაროს შესახებ, გაცილებით უფრო კარგი შედეგი გვაქვს, თუმცა ოზემპიკზეც ნამდვილად ძალიან კარგი შედეგი გენოლოგიური მხრივ უფრო უკეთესად მოქმედებს თემაზე. უფრო კარგად აიტანება. ანუ თუ დისპეპსიური მოვლენები გამოხატული გვაქვს ოზემპიკის შემთხვევაში დაახლოებით რო ვთქვათ 20% შემთხვევაში პაციენტებთან, აქ მის ნახევარში, ანუ 10%-ში. ამიტომაც ხანდახან, როდესაც ოზემპიკზე ყველანაირად ვცდილობთ გამოვასწოროთ ეს და ვიპოვოთ მიზეზი დისპეპსიური მოვლენების, მაგრამ ვერ ვასწორებთ, ეს არის აუტანელი პაციენტისთვის, გადავდივართ მუნჯაროზე. იმიტომ რომ ითვლება, რომ მუნჯარო გაცილებით უფრო კარგად აიტანება და შედარებით უფრო მძლავრია ვიდრე ოზემპიკი. ილონ მასკი არ არის დიაბეტით დაავადებული, შესაბამისად ეს უბრალოდ წონის საკორექციოდ გამოუყენებია. რაც შეეხება შემდეგ ცნობილ ქალბატონს ოპრა უინფრი, რომელიც ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, კვება შესაბამისი აქვს, ფიზიკური აქტივობა შესაბამისი აქვს და ასევე აი ამ ახალ პარამეტრებს უმატლის ოზემპიკსაც და ვეგოვსაც, ნაცი, აი ორივეს მომხმარებელი როგორც ჩანს, მან თქვა, რომ
დავიღალეო ამ სტიგმითო, რომ ადამიანებს, რომლებსაც ესე ვთქვათ, ამუნათებენო იმის გამო, რომ აი წონის საკორექციო მედიკ პრეპარატებს იყენებენო, სიმსუქნეო და ჭარბწონიანობა დიაგნოზიო და მასაც მკურნალობა აბსოლუტურად ყველაზე დიდი და დავიღალე ამ დამუნათებით და გამოსდო კაც. ჩვენივრად გამოიყურება. ნათია, მაინც დავასრულოთ. ანუ კიდე დამჭა 2-3 კილოგრამი ან 4-5, ასე როდესაც მსჯელობენ. კატეგორიულად. მათ რას ეტყოდი? 3, 5, თუნდაც 10. ამ შემთხვევაში შეუცვლელი უალტერნატივო არის დიეტა და ფიზიკური აქტივობა. ყველა პაციენტი არის ძალიან ინდივიდუალური. სიმსუქნე ფსიქოლოგიური დიაგნოზიც არის, იმიტომ რომ ზოგს შეუძლია, ზოგს არ შეუძლია. აი ვისაც არ შეუძლია, მას უნდა დავეხმაროთ. ძალიან დიდი მადლობა ნათია, იყო ნამდვილად ინფორმატიული, ასია თუ ისეა, ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა ამის გარშემო, ზოგი ამას ამბობს, ზოგი იმას ამბობს, ამბობენ რომ ამდენი ხანია მოვიხმარდა, არაფერი მაქვს, ზოგი ამბობს რომ სხვადასხვა ჩივილები გაუჩნდა. ძალიან სასიამოვნო რომ ასე დაწვრილებით და დეტალურად ვისაუბრეთ აი ესეთ აქტუალურ თემაზე, როგორც არის კონკრეტული პრეპარატები წონაშიკლება, უფრო ხაზგასმულად ოზემპიქსზე ვისაუბრეთ და მადლობა თქვენ რომ დაგვეხმარეთ ამაში ესე კარგად გარკვეული ყავით. მადლობა თქვენ.